გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მაქვს ეჭვი ვიფიქრო, რომ იმ გაუთავებელი და უაზრო აქციების ზოგიერთი მონაწილე იმიტომ დადეს იქ, რომ მე შინ დაბრუნებისას მთელ სოციალურ ქსელში ხმამაღლა გამოაცხადოს. ესეც უწყვეტი პროტესტის 225 ან 250 ან კიდევ მე რომელიღაცა დღე. ეამაყება ამდენი დღე რომ დგას და აბსურდს ემსახურება. მგონი დროა ზოგიერთ მათგან საპატიო აქციონერის სამკერდე ნიშანის გადაეცეს. საპატიო აქციონერის, ვეტერანი მომიტინგის, ქუჩის დამსახურებელი მკეტავის სამკერდე ნიშანი, გარდამავალი ალამი ან ქების სიგელი მაინც. დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთს უკვე აღარც ახსოვს მთავარი მიზეზი რისთვის დაწანწალებს იმ აქციებზე. საღამო რომ ახლოვდება ჩაის დალევს, იცვამს, თუ ზამთარია იხდის, თუ ზაფხულია და მიდის რუსთაველზე. იქ მას დროშას აძლევენ, ის შემოიხვევს იმ დროშას ტანზე, მერე დაბურიალობს, დროს ატარებს, იღებს ფოტოებს, წაიმღერებს და დაღლილი და ვალმოხტილი ბრუნდება შინ. მივარდება სოციალურ ქსელს, გამოდებს ფოტოებს და აქციის თარიღს და მერე იძინებს. იძინებს და ძილში რუსული რეჟიმი ელანდება, რომელიც მას ეპარება და საბდნიდან გამოყოფილი ფეხის თითზე ყბენს. მოკლედ, სრული ცხოვრებით ცხოვრობს. აქტიური ნაცები კი თავისი თამაშის წესით აგრძელებენ თამაშს. მათ მშვენივრად ახსოვთ, თუ რისთვის მიერეკებიან მორჩილ ადამიანებს იმ აქციებზე. ისინი საზღვარგარეთისთვის ქმნიან სურათს, რომ ხალხი არ ემორჩილება ოქტომბრის არჩევნების გაჟონვას და ხელმეორე გაჟონვას ითხოვს, ანუ ხელმეორე არჩევნებს. ისე საღოლ ჩვენი ნაცები ამდენ წელია ერხეთქებიან თავით ყრუ კედელს და მაინც არ ჩერდებიან. ეს რა ფოლადის შუბლები ჰქონიათ მაგ არამადლიანებს მაგათ, აფსოს მათი ენერგია კეთილსაქმეს რომ ხმარდებოდეს, ააყვავებდნენ ქვეყანას. რა ძალა ეცლება სოფელს და სულ ტყუილად იხარჯება რუსთაველის გამზირზე. მაგრამ ამასთან ერთად კარგი ამბებიც გვესმის. ნაშიმშილარი ელენე ხოშტარია ახალი ძალებით შეუდგა საკუთარი ნათელი მომავლის შენებას. შიმშილობისას ეტყობა მისი ორგანიზმი განიწმინდა შხამქიმიკატებისგან და უფრო ნოვატორულად დაიწყო აზროვნება. მან განაცხადა, რომ ჩვენი ბრძოლის გზა ამ მომენტში მთავრობისთვის ლეგიტიმაციის გამოცვლაა. ლეგიტიმაციის გამოცვლა რას ნიშნავს? დაუმორჩილებლობას. ანუ სახელმწიფო რაღაც კანონებს იღებს, ხოშტარია კი გვთავაზობს, არა ჩვენ რას შემოგთავაზებს. თავისიანებს თავაზობს, არ დაემორჩილოთ იმ კანონებსო. საინტერესოა, რამე კონკრეტულ კანონებს არ დაემორჩილებიან, თუ მთელ კანონმდებლობას გააპროტესტებენ. მაგალითად, შუქნიშნის წითელზე გაჩერებასაც არ სცნობენ. ისე კი ხუმრობა იქით იყოს და ამდაგვარი დაუმორჩილებლობის პროცესის აგორება თუ სურთ ჩვენს მშვენიერ ელენეს, მაშინ პირველ რიგში ყველა ნაცმა უარი უნდა თქვას გადასახადების გადახდაზე. დიახ, ეს ხო პროტესტის ანაბანაა. სახელმწიფოს უნდა გამოაცალო ფინანსური ბაზა და ამით ხელისუფლება მისუსტდება. ამდენი ხანი როგორ ვერ მივიდნენ ასეთ მარტივ ჭეშმარიტებამდე. ნუ გადაიხდიან გადასახადებს და სახელმწიფოც დაიჩუტება და დაჩუტული სახელმწიფოს ნარჩენებზე მოვა ელენე ხოშტარია და მას აღიარებს საზღვარგარეთი. ჯვარი აქაურობას რასაკვირველია. მაგრამ მე მართლა დამაინტერესა, როგორ აპირებენ სახელმწიფოს დაანგრევას ხოშტარია და მისი პირდაღებული გულშემატკივრები. თუ კი რასაკვირველია, გიდეონ ფოფხაძის გარდა მას ასეთი დარჩა. ხოშტარიამ სახელმწიფოს დაანგრევის ვრცელი 4 პუნქტიანი პროგრამა წარადგინა, რომელსაც წითელი ფანქრით ხელში გავეცალი. არაფერი ახალი, პარლამენტში არ შესვლა, ანუ არ აღიარება. ეს უკვე იყო და მერე რა? პარლამენტი მშვიდად და ხალისიანად მუშაობს უხოშტარიანელებოდაც. მეორე, მუდმივი პროტესტი. ეს დღესაც არის. უწყვეტი, მრავალდღიანი და კომიკური. და მერე რა? არც არაფერი. იარონ რამდენიც უნდათ, მთავარია მშვიდობიანად იარონ და უმშვიდობო სიარულით კი უკვე იციან, სადაც მივლენ. მესამე, NGO-ების არ დამორჩილება გამჭვირვალობის კანონს. ესეც კი ბატონო, არ დაემორჩილებიან კანონს და ვერ იარსებებენ.
მე რომ მკითხო, კარგიც იქნება თუ ვერ იარსებებენ, რადგან მათმა არსებობამ მათ გარდა სიამოვნება არავის მოუტანა, ასე რომ წინ და სიმღერით. და მეოთხე ქვეყნის იზოლაცია. ანუ დასავლეთი ხოშტარიას ცნებას უნდა მიყვეს და ქვეყანა სრულ იზოლაციაში მოახვედროს. ისე რა დიდებული ადამიანი უნდა იყოს შენი ქვეყნის იზოლაციაზე, ასე რომ ჩალიჩობდე არა? აი დასავლეთს რაში უნდა სჭირდებოდეს ჩვენს ქვეყანასთან უაზრო ჭიდილი ვერ ხვდები. ისე კი დასავლეთს უნდა ახსოვდეს, რომ მის გარდა არის აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი. როგორც ერთი პიესის პერსონაჟმა ბრძანა შეუცვლელი არავინაა. ასე რომ თუ კი ქვეყანას თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩაერთვება, ის გამოსავალს მონახავს. მოკლედ მორიგი ქარიშხალი სირჩაში, მაგრამ ამ ისტორიაში ჩემთვის თავარი ისაა, რომ სასტიკმა შიმშილობამ ხოშტარიას კოგნიტურ შესაძლებლობებზე კიდევ კარგი არ იმოქმედა. ის იმ შიმშილობიდან განწმენდილი და განახლებული გამოვიდა. უფრო მხნე, უფრო ბრგე და უფრო აქტიური. მართალი იყო დიეტოლოგი პოლ ბრეგი, როდესაც შიმშილობის საოცრებაზე წიგნებს წერდა. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.